კონფლიქტი მინდა რა. სკანდალი. მე გაზაფხული. სპეციალური ეგეთი აპლიკაცია უნდა იყოს ეგეთი ტაქსი სისტემისთვის. მოუფიქროთ, სახელი მოუფიქრე რა მაგ აპლიკაციას. ტაქსი. სისტემი რომ გაგვიღაც. დროა დაამთავრო ეს ყველაფერი. ის სადღაც როლში შევიდა. არის შენი გენგება. თამბნეილზე 100,000 გამოწერს თუ ავალთ ჩვენ მივიგებთ თვითმმართველობის არჩევნებში. აუ ბაზარი. დამოუკიდებელ ღამეა საქართველოს ბანკთან შეგვიძლია ხსნილები ვართ 4-ზე. მოგესალმებით ბუნკერი, ეს არის ჩვენი რიგით მე-14 ეპიზოდი და ტრადიციულად თქვენს წინაშე არიან ირაკლი კვიტაშვილი კვიტო, თეიმურაზი ზოგჯერ ქალთან, ზოგჯერ კაცთან მეცნიერება. მე უბრალოდ ნიკოლოზი. პირველი კი არა და პირველ რიგში ხო? პირველად ვართ აქ. პირველ რიგში მადლობით გვინდა რა. მე იმდენი ხანი არ ყოფილი ვარ, არაფერი აღარ მახსოვს. ეს განათებები გაბნევს ხო? მადლობა მინდა გადავუხადოთ იმ ახალ გამომწერებს და ძველ გამომწერებსაც, რომლებსაც ბუნკერის არხი გამოწერილი აქვს. ბოლო 4 დღეში რაღაც 400 გამომწერი მოემატა და რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარი мотиваტორია პრინციპში და კი და ძალიან ვიხარია ხოლმე თითოეული გამომწერის მომატება, რომ დავხედავ ხოლმე და ერთი ციფრიც აქვს მომატებული. პატარა ბავშვით მიხარია ხოლმე. თითო გამომწერზე 100 გრამს. გაგვეხმაროთ განვითარებაში, ვინც ისე გვიყურებთ. და ღვიძლის დაშლაში. კი ბატონო. ვინც ისე გვიყურებთ, რომ არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიწერეთ, ეგ არის მართლა ჩვენი მთავარი мотиваტორი რა. ხო, დღეს ვიმყოფებით ელექტროვერკის ტერიტორიაზე, სტუდიო 314-ში და თუ გიყვართ დესერტების მომზადება და გინდათ რომ რაღაც გასაოცარი დესერტების მომზადება ისწავლოთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ამ კომპანიას და ჩაეწეროთ მათ გამორჩეულ და განსაკუთრებულ მასტერ-კლასებზე. ეს იყო მისალმების ნაწილი და დავიდეთ. შენ ბოლო ეპიზოდებში არ ვყავდი. ხო, მოვიკითხოთ. შეიძლება თავარი მიზეზი ეგ რეკორდი რომ მოიხსნა, იმიტომ რომ ბუკა არ იყო. დავაკვირდეთ დინამიკას. მართლა გავალ. ნელ-ნელა ჩაგწევთ რა. და წამოიწევს. ამოწმებდნენ მართლა წავიდა თუ არა და შევედიოდნენ ბევრჯერ და მაგითო მოემატა. შეგვიძლია ორ კვირაში მე მართლა მომენატრე იმ წინაზე უკვე მახარა ძალიან ყელში ამომივიდა. ძალიან მომენატრეთ მე ეს, მაგრამ თან აღარ მახსოვდით და თან ეხლა ცოტა დაბნეული. თან იხსენებ, სადღაც ხო არ ვარ მისასვლელი. ბიჭები, ვინ ბიჭები? თან პახმელიაზე. არა. როგორ მოიშვებულებე? გადასარევად. უი, მართლა შვებულებაზე ეს ეროვნული რუბრიკა ეხლავე შემიძლია. უი, მახარავს ხოლმე ეროვნული რუბრიკა, სხვასთან დაკავშირებით. შენს ნაცვლად მახარამ წაიკითხა ეროვნული რუბრიკა. აბა და არაფერი არ ქონდა როგორც არაფერი არ იყო. როგორც ეროვნული რუბრიკას შეგვიძლია ვიყავი მესტიაში, მოვიარე სვანეთი, არა მარტო მესტიაში, მე ლეჩხუმშიც ვიყავი რაჭაში. აუ, ლეჩხუმი მაგ სანახავ. ჩtildeოეთიდან ის დავარტყი წრე. ბიჭო, იცი რა მაინტერესებს ლეჩხუმზე? ინფრასტრუქტურულად შეიძლება. მოწესრიგებულია ლეჩხუმი, აი სიტყვა სასტუმროები და კაფებარები. ლეჩხუმში ჯერ ესე არ არის ინფრასტრუქტურა, მაგრამ ნელ-ნელა იწყება კი. ძალიან კაი, იმიტომ რომ მაგარი ლამაზია ძილები. გზების დაგებამ და ის საჩხერე რაჭიდან კომუნიკაციებიც შეიყვანეს. ზემოსვანეთში ასასვლელი, ანუ ზუგდიდის გვერდისავლით. ქვემოსვანეთიდან რომ ლენტეხიდან გადადიხარ უშკულში, გზების დაგებამ ძალიან ხელი შეუწყო იქ ბევრი რაღაცის გამო. და ვითარდებიან, ხო რაღაც კოტეჯები ვითარდებიან. სვანეთზე რაც შემილია, რომ თქვა, ყველაზე დიდი დრო სვანეთში გავატარე, პირველად არ ვიყავი. ბევრჯერ სვანეთში ნაყოფი ძალიან მიყვარს ეგ კუთხე და არ ვიცი, ძალიან ალღო სვანეთმა ტურიზმს და მასპინძლობას და ზოგადად სერვისის ხარისხს. სხვა ლეველზე გადავიდნენ, ხო? ბევრ კი არა, აი ძალიან ცოტა, აი მაღალი დონის კვების ლოკაციაზე მინახავს თბილისში ესეთი თავაზიანი პერსონალი, ესეთი დახვედრა, ესეთი რაღაცა მოწიწება და სტუმრისადმი დამოკიდებულება, როგორც სასტუმროებში, ისე კვების ობიექტებში. ნუ სილამაზეს რაც შეეხება, ეხლა უნდა წახვიდეთ და ნახოთ ყველა მაუცილებლად. ცოტა მომატებულიც მეჩვენები. კი, რა თქმა უნდა, დღეში კუბდარს ვჭამდი. აუცილებლად. არ მოგბეს და ხაი კუბდარი მიყვარს ალბათ ყველაზე. და თან ანუ არა აქვს მნიშვნელობა, საცხობში, ოჯახში, სასტუმროში, რესტორანში ყველგან უმაღლეს დონეზე მიწისქვეშები კი. ეს იყო ბუკა შვებულება. ეს იყო ბუკა შვებულება და არა, ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო ჩააგდო და მინდა რომ ის ვიდეოს ჭრა გავაკეთე. უეჭველი ამოვანახე ვიჯექი პირველად. ვა. და ბუნკერს მოგესალმა. საინტერესო გამოცდილება იყო ძალიან. სად ჩააგდო? მე არ ვარ იქ. Facebook-ზე ჩააგდო ბანძი ხარისხია, მაგრამ მე ატვიტო. მე კარგი ხარისხი. კარგად გადმოვხტები მე. გასწო რა? ძალიან. კაი ვიდეოა, ჩავარდეთ ეგ. არ ჩამოვარდი ხო? არა. ის ჩამოვარდი, ვინცაც ყავდა ის ჩამოვარდი. კარგია, შვებულება ნამდვილად კარგია. ჩვენ აქ ძმაო შრომობთ ეგრეკია. და ერთი რაღაცა მინდა თუ
ანუ აი მე ჩემი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდები რომ მივაწვდინო ისეთ ადამიანებს ეს აზრი გამოცდილება შეიძლება რომ რაღაცა წვლილი შეიტანოს ამ კუთხით რა მაინც არ გამომიყენებ. მიდით დაიწყო ნელ-ნელა სვანეთშიც ისეთი შენობების მშენებლობა რომელიც აბსოლუტურად არის კონტექსტიდან ამოხტარი იმ რაღაცა სპორტის სასახლის უკანაც ხდება მაგას უპირებენ. სპორტის სასახლის უკანაც ხდება, ეხლა მაქსიმაღლის შენობებს არა, მაგრამ ანუ აი ბევრი შენობა დგას უკვე და ბევრი შენობება მიმდინარეობს ისეთი რომ ანუ ბეტონი და აი ამ ხელა ფანჯარა. მაშინ როცა რაღაცა სულ ყავისფერი მწვანე, მუქი მწვანე რაღაც ესეთ ფერებში რომ იყოს გაცილებით უკეთესი იქნებოდა და ჩემი აზრით ვარჯდება იქაურ კონტექსტში. იმდენად კონტექსტი რა შუა. სვანები იმდენად პრადვინუტი ხალხი გამოდგნენ ამ სფეროში განსაკუთრებით, რომ მე მგონია, რომ აი უშუალოდ მესტიაში აი ესეთი 10 ყველაზე დიდი გვარის წარმომადგენლები და ავტორიტარული ტიპები, ასე ვთქვათ, ვინც ფლობენ იქ მასმეძლობის ბიზნესს ცოტა მესტამალები. მიდი გააგზელე რაღაც პოინტამდე მიდიხარ და მაინტერესებს ერთი სად შეკავე. მე მგონია რომ რაღაცაერთ მაგას უნდა შეუწყო ხელი რომ დამახინჯდეს და მოუწოდებ რომ აღუდგნენ 9 გვარი იმ 19 და 10 დღას და კიდე რომ ომი დაიწყო სვანეთში. არაფერს აზრი არ აქვს. მიდი მაინტერესებს. არა, ანუ ის რომ რაღაცაერთ შეუწყო ხელი ამ ურბანულ განვითარებას ისე რომ არ დამახინჯდეს იქაურობა და შენარჩუნდეს. ქალაქის იერსახე არ დაიკარგოს რა, იმიტომ რომ ეს რაღაცა ბეტონის კედლებად თუ გადააქცევენ იქაურობას, ჩვენ მთავრობა როგორც წესი ეგეთ ამბებს ძალიან ითვალისწინებს, განსაკუთრებით YouTube-დან მოწოდებულ ეგეთ. ანუ მე მთავრობის ხალხს არ მოუწოდებ, ანუ ადგილობრივებს მოუწოდებ, ვისაც ვის ხელშიც არის, ასე ვთქვათ. შენი გვარი სვანურია ისე? წარმოშობა. არა, გვარი სვანური არა. და თვითონ სომხიშვილი. მე ვიდება სომხიშვილი. ჯაბუკიანი. ვიდეოს ჯაბუკიანი. გამოჩენის კონფლიქტი მინდა რა. სკანდალი. სკანდალი და რაისა იყო მაგის. სკანდალი და რაისი. და ვლადიმერ ვაისი. აი ეს არის ბუნკერი ძმაო. მოგიწოდოთ ახალი. მოგიწოდოთ. აი აქ ტკივდება უკვე. აა, ძალიან ძიმეთ ვიცი. უი, ბუკას უთხრათ რომ ჩვენ ედიტზე უკვე ორი სტაფშიზე დაგვაქვს. სტაფში მოგვემატა ორი ადამიანი, ორი ახალგაზრდა უნიჭიერესი გოგონა. რომელებიც ზრუნავენ წინა ვიდეო შეგიძლიათ შეამოწმოთ რა მაგრად არის დაედიტებული. შენ შეგიძლია ნახო წინა ვიდეო მაინც აუცილებლად. გაგისტორდება ძალიან საკაიფოდ დაედიტეს და აქედანაც კიდე ერთ მადლობას გიხდით. და მეოთხე ვცდილობ და იმედია გამოვა ობიახლები. მოგენატრა ობიახლები. მოდი რაღაცის გამოვიფიქროთ რა აი ობიახლებზე. მუსიკა რაღაც. ობიახლები. კაი იყო. გადასაღები. ყურიდან სისხლები თუ წამოგივიდათ, ესე იგი ბუნკერი დაიწყო. მოგეახლები. ობიახლები. ამასთან დაემთავრებინა. გული მერევა. ვატყობ ეს რამდენი კონდიციონერი ხო ჩავწოთ. ეხა მე ვატყობ რომ რამოდენიმე დეკემბერი დაგვაკლდება. რამდენიმე ათეული გამომწერი. დაგვაკლდება. მოკლედ ესეთი დიდებული წარდგენა მოვიფიქრეთ ობიახლებს და შეგვიძლიათ ამამად დავიწყოთ დიდებული სიახლით. ალბათ ბევრ თქვენგანს მუდმივად გააქვთ ეს შეკითხვა და ეძებთ პასუხს დადიხართ კარდაკარსანთლით, მაგრამ პასუხს ვერ პოულობთ და მეცნიერებმა მოაჩინეს პასუხი გამოიკვლეს და დადგინდა რომ ქათამი უფრო ადრე გაჩნდა ვიდრე კვერცხი. და რამე უფრო საინტერესო დეტალები ვიცით? კი, აბა მიდი. და რატო რა რის საფუძველზე დაასკვნეს ეს? მოკლედ კვერცხის ნაჭურში აღმოჩინეს რაღაც პროტეინი OC17, რომელიც კვერცხის ნაჭურში ვერ იქნება თუ ქათამი არ დადო, ასე ვთქვათ, კვერცხი რა. ანუ ის უფრო მანამდე იყო. ხო, ქათამი უფრო მანამდე იყო გაჩითული რა. მე მქონდა მაგაზე პასუხი კვერცხი იყო თუ ქათამი. რომელი? გოგლი. კი, ბავშვობაში საკმაოდ პოპულარული პასუხი იყო. მე ძალიან მიყვარდა, კი. იყო ეგ, ანუ სხვებსაც ჰქონდა მეთქი ორიგინალური. მე დაჟე ჯამბომ გადაცემა გააკეთა თუ გახსოვს. გოგლი ძალიან მაგარი უყურეთ მოიჭრენ. ჩვენ გაეწერეთ და გადაეწერეთ. ეგეთი ყელეობა მეორე არ არსებობს. ჯამბო მიყვარხარ.
ხო, ძალიან კაი აღმოჩენა არის და მე ვფიქრობ, რომ ეს სამყაროს კიდევ უფრო ახლა კი, საინტერესო ახალ ლეველზე გადაიხორცნა, კი. განვითარების ახალ ეტაპზე ადამიანები ღირებულებებს გადააფასებენ, ომები აღარ იქნება. კი, რაც თავარია მასებამდე მივიდეს ეს. ხო, ობიექტებში რატო მეგობრებო, ქათამი, ვინმე თუ კითხავთ, ქათამი თუ კვერცხი, უთხარით ქათამი. ჯერ იყო ქათამი. პეტუხები. გემოზეც ქათამი უყვას. პეტუხები. ამელი გაიშნე კაცი. კაია. ხო, დიდებულად დაიწყო. დამბურძგო. ეხლა რა არის? ეს რა არის? 2024 წელს ერთმა დიდებულმა ჩინელმა პიროვნებამ Cal Influencers ჯამურად დაახარჯა $550,000 საჩუქრებს ესე დონაციებს აკეთებდა. ჩვენ ისე მივმართოთ ერთ სალ ადამიანს. ჩინური არის. ცოტა ჩინური არის. გაქცეულ ჩინელს. ვერც გავაქცევ დაჟე. $550,000 დახარჯა იმაში, რომ იმ გოგოს მისთვის ძმა დაეძახა. კი, brother. ხო. ნინჩო, არის ძმა. არსებობს რამე უარესად დახარჯული ამდენი ფული? ალბათ. და ანუ რა იდეა რა ქონდა, რატომ უნდა ძმა და დამეგობრობა უნდა. ძმა დაეძახებინა ამისთვის რა. და ამაში დახარჯა. ბოლოს რა ქნა, როგორ მაინტერესებს, დაუძახა იმ. 550 დაუძახებდა brothers რა. ან ბოლომდე ბოლომდე კიდე ჩარიცხე კიდე. მილიონზე ადრე. ესე ბ. თითო 100-ზე აწვალებდა. ბრატ. ბრატ. კარგი, ძალიან მაგარი თუ ფულის ხარჯვაზე მიდიხარ. რაღაც ფანტაზია დახშული გვაქვს. ხო, просто ვკითხულ და გადავდივართ. რა? ეს ძალიან მაგარი. არა, ხუმრობ. ირანში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ქალის ხმით შესრულებული სიმღერის მოსმენა აიკრძალა. ირანი როგორც ყოველთვის გამოირჩეოდა პროგრესით. ხელს უწყობს ტექნოლოგიურ სიმებს, ინოვაციებს. თან რათისლად გრძელობს. ხო. აღარ მოусმინოთ. ეს ირანში აგზელოს ნიშნავს. ხო. აი გზელოს. აი ესე. მისახი მარტო. რატო აგზალეს? აი არის რაღაცა ცოტა ისენი. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ გამოსცა რელიგიური ბრძანა, თან რელიგიური, რომლის მიხედვითაც კაცებს ეკრძალებათ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სიმღერების მოსმენა ქალის ხმით. იმ შემთხვევაში, თუ სიმღერა შეიცავს ღანოიეს. ღანოიე არის ტერმინი ისლამურ იურისპრუდენციაში, რაც აღნიშნავს სიმღერის შესრულების ისეთ სტილს, რომელიც გარდომასთან, მხიარულებასა და აღზნებასთან ახალწლები არის. ფატვაში, ისლამური სამართლის დეკრეტში ხაზგასმულია, რომ განსხვავება არ არსებობს ხმა რეალური ადამიანის გამოდის თუ ხელოვნური ინტელექტის. ობახიძე ამას ანუ თავარია რომ მაგას გასართობი კონტენტი არ იყოს რა. არა, მივხვდი. მივიდენ და თაყვანისდეს. ობახიძე ხშირად ჩადის. თუ ერთობი? კი. ევასება მაგრად. ქეილეხი რაღაც მელეხი არ გაუმაზავს. იკაიფე რა პიზდეც შეჭება ირანში, რომ სიმღერით თუ ერთობი გეკრძალა სიმღერით გართულო. ძალიან განვითარებული ქვეყანაა. ანუ და იკაიფე იმდენად საშინელებაა, რომ ჩვენ რაღაც ქვეყნებზე უკეთეს ქალებს ისე მოსმენა და წარმოიდგინე ირანში რომ ქალი ხარ. ქალებს ყველაფერს მაგათ ვაფშე რა განზრეული ხარ. ანუ გახთა მოსმენა, ჭამა, ყველაფერი იგზავდებოდ. ცოტა დილით აი გაიზმოროს და ეგრევე საშინელებაა. მორალის პოლიცია ეგრე. საშინელებაა მართლა. ხო. ძალიან მეწოდებიან. მე მგონია რომ ერთ დღეს ირანშიც ის მოხდება, ნეპალი განმეორდება. ერთი სული მაქვს რომ ეგ გავიგო რომ აი ირანში ჩამოაცვეს და აი ეს ხო აი ეგ 70-იან წლებამდე სანამ ისლამური რევოლუცია მოხდებოდა იქ ძალიან ბევრად სხვანაირი არა ისიც დიქტატორი მოლობითაც და ხო მაგრამ შედარება ხო არა ამ დონეზე არა მაგრამ კიდევ ისიც საშინელებებს აკეთებდა კი მარგარიტა სიმონიანი აზე ხარ? კი. კი, ჩემი ქრაში არის. მაგის ქმარზე ვიждებოდი. ხო, და ამის ქმარი დაიბრიდა გარჩე. ძალიან კაი, მიაკვდა ეს. მარგარიტა სიმონიანს კიდე წყევლებს ვარ. ამას არ კიბო. გადაცემაში გვაქვს ერთი წყევლა რა და მოდი ამათ ბარემ გალუსტინაზე დავხარდოთ. ხო. მოკლედ სიმონიანი მოისპეთ. კიბოთია დაავადებული და ქმარი დაიბრიდა. კი. ეხლა ვიღაცები გამოგიხდები. და სტივენ სიგალი იყო პანაშვიდზე გზაში ახლა მოვდიოდი. სტივენ სიგალი პუტინთან ჯიუჯიტსუდან გამომდინარე, მაგრამ მეგობრობენ. კი. ძალიან კაი ურთიერთობა. მაგრამ ცხარეცნებლები ტიროდა. და აი ეს როგორი ნიუსია, ეცე თან რო გიხარ. და კიდე იცი გამოიხმაურა მაგას. სტილი რატომ მიხარიაო, მაგრამ თან იქ ვიკიდებ მაგას. მაგრამ მეც ეგრე ვარ, აი იმაში ვარ რა, ყოყმანში კი არა და
თანაპონჩი მიხარია რომ ტიპი მოკვდა რატო უნდა გაგიხარდეს, არა, მაგრამ ესეთი ტიპები რო კვდებიან რაღაც პონჩი ასწორებს. ანუ ამის ესე ნელა დაიხოცები. ამის ხმა აბა რა, ამის ხმარი წესი არა, ამის ხმარი წესი არის კაცო. მე მგონი უნდა დავამატოთ ისე ცივი რუბრიკა რა, ერთ საინტერესო. საინტერესო ყდა ხო და იყოს. ყვირა არ იმაზება რომ კლარი არ ყავს. ხო და კიდე იცი ვინ გამოიხმაურა და მაგრად გამიტყდა. კუსტურიც გადავაკეთე. ემირ კუსტურიცა გამოიხმაურა ამის ქმრის სიკვდილს რო. მიუსამძიმრა? დიდი ბულიკაცი და იყო. ფილმს იღებს და ბეზრუკოვი თამაშობს თავარ როლს. ბეზრუკოვი თამაშობს მარგარიტას იმუშავებს. მარგარიტას კი. კი. ბეზრუკოვი სხვათა შორის ევასება მაგრად. როგორც მსახიობი კი და როგორც პიროვნება არ ვიცი. აუ ვიღაც ტიპმა თქვა რა, რომ კარჩო. მაგრამ მე მაინც არ რომ მოვკვდებიო ის მიტყდებაო, რომ ჩემ როლს უეჭველი ბეზრუკოვი თამაშობს. ყველას მაგას. ყველა მაგანი თამაშა რა. კი, ბაზარია რა. ეს რა ეს არის თევზი. და რა შვება ეს თევზი? 2000 მეტრის სიღრმეში ხედავს. ვაუ. რაღაცა გორილაზის რაღაცა პერსონაჟს ცოტათი აი რაღაცა მე თავიდან რო გააზრე Daft Punk-ს უსმენს თქო გითხარი მაგრამ ხო, მაგრამ მე არ გამეცინა მაგას. არც არ გაეცინა. არც მე არ გამეცინა. ხო და რაღაც 2000 მეტრში, ანუ 2000 მეტრის სიღრმეზე ოკეანეში არის უკუნეთი სიბნელე და ეს ხედავს. ნამყოფი ხარ? კი, ერთხელ ვიყავი. და რა ხდებოდა? აი ეს დავინახე. და გამოიწვა. ფოტო გადავუღე და წამოვედი. გასწო რა, მართლა მაინტერესებს. ბიჭო, არა მე არ ვარ წნევა ნამყოფი. ადამიანი ვერ ჩავა მაგამდე. მაგრამ შენ იყავ. მაგრამ მე ხო არა ადამიანი ადამიანი. ჩადის ადამიანი რამდენ დელისამდე. 7 მეტრს ჩადის და უშო. ეხლა ზუსტი პასუხი რომ მეთქვა ხო გაგიკვირდებოდა. კი მაგრად 200 არა მე და შენ მაგაზე გვილაპარაკია და იმიტომ რაღაცა იწნევა მარიანის ღმუში აი იცი როდის დავსერ შეეგამბავი გახსოვს წყალქვეშანავი რომ გაისრისა ხო նա გახსოვს მილიარდერები რო ჩაჯდნენ და ტიტანიკის ის რომ უნდა ენახათ ჩაძირული გემი და ჩავიდნენ არა თუ რაღაც სხვა ამბავში მე მგონი ყველაფერი ამერია ერთმანეთში კი შეიძლება რაღაც კინო მარაზმზე აურიოთ გამოვიდა გაისრისა ეგრევე გაისრისა რამდენი მეტრზე გაისრისა და აღარ მახსოვს მაგრამ ეს თევზი არის ისება რა მაგრამ ამ თევზს თვითონ ხომალდი დაიჭედა დაიჭედა რა ქუცნება ამ თევზს ეძრევა 2000 მეტრი ზემოთ რომ ამოდის ალბათ ოკეანიდან ქვემოთ საკაი ო ზემოთ ვერ ზემოთ ხედავს ეს მართლა დღის შუქზე რომ ამოვიდა ამას ძალიან დაბალი arterიული წნევა აქვს შიგნით ორგანიზმში და აქ ღამურები იქნებიან იმათაც ხო სიბნელეა კი როგორ არა ღამურები წყალქვეშა წყამურები ღამურები აუ რა მაგარობია ხსნილა ძალიან მაგარი კახეთში დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ტურისტთა მოკაცის გაუპატიურება ედება ბრალად და ბრალად აღარ ედება მგონი ხო? კაროჩი, მაინც კი არა, უეცოდვად ედება უკვე. მაინც გაგურყნა ევროპამ რა. ხარ და ჩამოდი ხარ შვებულება. კახეთში დაიწყო ევროპამ ჩვენი. ახლა შემოდის ხო? კახელი მძღოლი რომ გადაგაყუდებს და გაგიხრის. აუ ძალიან. აუ რა, ძალიან არ ვიცი, ის ადამიანი როგორ არის. დაზარალებულია და დაორსულდა ის კაცი. ცოტა გაუწევ. ცოტათი გაუწევ. ეხა ევროპელები ჩამოყავთ. ისინი კახეთში მოდით. ამაზე ყველაზე კაი კომენტარი. ევროპელები ხო პიდარასტებია. ამაზე ყველაზე კაი კომენტარი რაც ნახე ის იყო. ეთყობა ვირის თვალებით უყურებდა. ვირის თვალებით უყურებდა. კი, ბაზარია რა. ვირით ჯიუტი. ესე გახედა სარკეში და უხვენი. ბიჭო, აი ექსცენა რო წარმოვიდგინე, როგორ არ მინდა რომ წარმოვიდგინე. არა, ვაფშე არ მინდა მაგის ძალიან გამომწვევად ჩაჯდა ეს ტურისტი. მე როგორ მგონია, ესე შეიტყვა რა სადღაც აი ვითომ ბორბალი გაუსვა და მომეხმარეო და რაღაც დანგრად დააკავედი დანგრადი ამოიღეო და მე ბიტი არამეც დააკავედი და წვადზე და კახურად გაუმასპინძდა. მინდა რომ ეს კაციც დავასაფორტო. გეგეხოლე. ჩვენ ესეთ ხალხს ვასაფორტებთ ხოლმე. მოდი ეს დავასაფორტო. მოვინახოთ. თავისუფლება ვიღაცას დავადგეთ თავისუფლება გიას თუ რა ვიცი. მიტოს თუ გიას. იმ გარყვილ ზიას. რა ვიცი იქნება. უბაში უეჭველი. ოღონდ ეს იტალიის პატარა ევროპულად ხელი პიდარასტი. და ბაკენბარდები ხელი როგორ გამის ევროპაში მატარებელში. ო ეგეთი იქნებოდა ოს კახურად რა უნდა გაგიარეთო უნდა გამაიყვანო აი ეგეთი იქნებოდა მარტო ამაზე მიდავაფარე მე საღო მაგარი კაცი რა ციხეში სადაც ეგრე უნდა ევროპელებს აქედან შენსტენ ვარ
მაგრამ პერიოდში რაღაცა ჩვენ გეებს ვასაპორტებთ. გავერკვეთ ამ ეს გეი არ არის კაცი. კაცია. ეს არის ძმაო იმენა კაცების კაცია. გეი იყო ის ტურისტი იმან გამოიწვა. არიციან ჩვენი ტრადიციები და კულტურა, კახეთის განსაკუთრებით. განსაკუთრებით კახეთი. თუ კაცმა გაუმწვათ არ უნდა ჩაიცვა. ელემენტარული ხო ჩადიხარ. გაიგე შეჩემა, გაიკითხე რაღაცა რა. არა მე მოკლედ ტაქსის ძღოლს ვერ ვამბობ. მე ტაქსისტისკენ ტის ვენ. დავასაფრთხე. ეს ენამებნეო. და გაუმარჯოს ყველა ესეთ ტაქსის ძღოლს. მატილდა გვარლიანი მილანში საშინელება თქვი. კაი მიდი. წაახალი საერთოდ თბილისშიც მოხდება ეგეთი რაღაცა. ტურისტები მაგით აღარ ჩამოდიან. ტაქსის ძღოლები ჩამოდის, მაგრამ გამოწერები გვემარია. პროპორციული არის. ვინც ჩამოდის ვიცით რისთვისაც ჩამოდის უკვე გვეცოდინე. კაცო დაინახო ვიცი მაგ ტაქსისტების ჩამოვიდა გასაგებია. სპეციალური ეგეთი აპლიკაცია უნდა იყოს ეგეთი ტაქსისტებისთვის. მოუფიქროთ, სახელი მოუფიქრე რა მაგ აპლიკაციას. ტაქსი. გადადიხარ და პლუსი მან ამინუსი. ესეთი ფოტოები რო უნდა. ტაქსისტი ზარულო. მაგარი სექსუალური ფოტო ზარულო ეს. სარკეში ესე მიგუნა. ძალიან კარგია. ხო, რა, კარჩე მატილდა გვარლიანი მილანში ფენდის კოლექციის ჩვენებაზე გაიჩნდა. მე ძალიან მიყვარს ეს გოგო. ძალიან ასწორებს. ძალიან გულშემატკივრო. ძალიან თესლი გადასვლა ტაქსის სკოლიდან, მაგრამ ხო, კარგია. ესა ბუნკერი? ეს არის ბუნკერი და წარმატებები მატილდა გვარია გვარლიანი. ხო და მატილდას კიდე ერთი კაი ამბავი ის არის, რომ ის რა გვარია, სუმავიწყდება რა. ვალენსიაგას დემნა გვასალია, ხო, ეხლა გახდა გუჩის კრეატიული დირექტორი თუ რაღაცა რა და ესეც წაიყვანა იქ მოდელად. ძალიან კარგია. და კიდე ერთი ქართველი გოგოა, ისიც იმასაც სვანური გვარი აქვს, ვერ დავიმახსოვრ. მოკლედ ქართველები გუჩიში გაიჩნდებიან ოხრად. აქ ობიახლებში არ გვაქვს ჩაგდებული, მაგრამ გუში ნახე ვიდეო შეჩემა. ის რა ქვია, ვოლტის კურიერი. ნახე ვიდეო შეჩემა. იგი ინდუსი თუ მოკლედ რა არა ქართველი ის დასაბანი ვიძე რო არიან აი ეგეთი რა. ავიდა შეჩემა, ჩაიხადა ვიღაცის იმასთან ბაიტთან მოისაქმა საკაიფოდ. მეორე ქნა თუ პირველი? დიდი ქნა? ხო და წავიდა. და ვიღაცას მიუტანა ხაჭაპური. აი ესეთ რაღაცაზე რა უნდა ქნა? ვერაფერს ვერ იცი. უნდა გააჭამო ის რაც დაგიდო უნდა აჭამო. რა საშინელი ვიდეო იყო. ხაჭაპურზე დაადო და აჭამო. მაგათი მიმართ ისედაც ხო ძალიან დიდი აგრესია იყო და მაგ ვიდეოს გავრცელების მერე წარმომიდგენია. ძალიან კულტურული ხალხია. ძალიან მოვლილი სუფთა ისეთი. ჰიგიენა. კი, რაც იციან. მშობლები მატილდა გვარლიანი რა საზიზღრობებში ჩავაკვეკე. მაქსი, მატილდა გვარლიანი და ჯმაქსი. დოელები რომლებიც ისაქმებენ. გადავედით. ექსპერტები გვაფრთხილებენ მშობლებს და არამხოლოდ მშობლებს, პოტენციურ მშობლებსაც ზოგადად ადამიანებს და არამხოლოდ ადამიანებს, ცხოველებს, ფრინველებს, ფლორა, ფაუნა, ყველას იმ თევზსაც, რომელიც 2000 მეტრის სიღრმეზეა, რომ არ შეიძლება ბავშვების ტირილის უგულებელ ყოფა. და აი ტიროს გაიგნორება არ შეიძლება. აი ტიროს გაჩერდება არ შეიძლება. როტირიან და რაღაცას ეუნები უფრო როტირიან. ხო, მაგდენი არ ვიცი, მაგრამ და წამორტყმა შეიძლება მაგ დროს ბავშვზე. ნუ რატომ კაპოტზე რო ხდება მაგრაცია. გონებას აზიანებს, განვითარებაში უშლის ხელს და ანუ emotional well-being-ს პრობლემას უქმნის რა. ანუ ემოციურ ბავშვი რო ტირის, ან წამოარტყით, ან ამენაირი ყურადღება უნდა მიაქცია. უნდა მიაქციო ყურადღება რა, ანუ პროსტაზე არ ტირისო ეგრე ამ. კისტისტოფები რო ესროლოთ. აღარ შემიძლია. ეს ძალიან ბოროტიო. შენ ხარ დუმსკროლერი. იცი რა არის თემა დუმსკროლერი? აბა რა არის თემური დუმსკროლერი? უარყოფით მას ფიდს რო ნეგატიურ იმუშავებს და უყურებს რომ არა მე არ ვარ დუმსკროლერი. პირიქით. შენ არა, დათა არის. დათა არის. მე პირიქით მე სულ ბლოკავ ეგეთ რაღაცებს ვერ ვიტან. აი ძალადობა და ეგეთი რაღაცა. თუ გადაობა და იუმორია გადავარ და ხო მეც აი ვიღაცა. მაგრამ ანუ ყოფილა ისე პერიოდები რომ აი 2-3 ვიდეო ეგეთი გამეცნია მე ალგორითმს დაუმუღამებია რომ კი რაღაცა მოვაგდა აი რაღაც მომენტში აი შეყოლი ხამის 4 საათამდე შეყოლი ვარ აბა სადამდე მივა ეს ყველაფერი და ბოლოს ანუ აივანზე გამოფხიზდი გადახტომის წინ ვიყავი და ძალიან მეც გავყოლილ ვარ ეგეთ უჟასებს და დელისამდე გაკეთე მოკლედ doom scrolling-ი არის ტერმინი
რომელიც twins მუდმივი სტრესის სიგნალებით ავსებს, რითაც და კმაყოფილდება ის. ხო რა, ანუ ეგეთი ტიპები? ანუ სულ უნდა რომ შეშფოთებულ გამოფიტულ მდგომარეობაში ჩაკეტილ იმაში იყოს ციკლში რა, გონება და უფრო მეტი ცუდი ამბავი ნახოს ცუდი ვიდეო რა და დუმსკროლერები ქვიათ ეგეთ ტიპებს, რომლებიც ნეგატიურ კონტენტს ნახულობენ და მიდი. აი ეგეთი ხალხი გონია, ვისაც ჰორორები ევასება. მე ვიყურებ ჰორორს. მაგათვის ჰორორი. ოღონდ აი ის კი არა კარგი მისტიკა, ხო, მაგათვის ჰორორი. კი, იმასთან შედარებით ხო უყურებენ ეგეთ კატასტროფას. დათა რასაც უყურებს იმასთან შედარებით ის მუთმუნები. შეჩემ ღამე ეს მეგვიძება ხოლმე. დათას წყალობ. ხო, დათა დიდი მადლობა კიდე მოგვამარაგე მსგავსი ვიდეოებით და კონტენტით. თუ ხართ დუმსკროლერები, მეგობრებო, აღარ იყავთ დუმსკროლერები. კი, გირჩევთ რომ გადახვიდეთ მაგალითად გვიყუროთ ჩვენ. ხო. და ჩვენ შორტებს უყუროთ, ხო, იასნი. და გახდებით დუმსკროლერ, ანტი-დუმსკროლერი. ანტი-დუმსკროლერი? ხო, ან უარის დუმსკროლერი. შეიძლება ვაფშე უარის და შენ რაც არ იყავი აქ შეუგლებაში. იცი რა მოხდა? მე ტრამპს განუცხადე რომ დროა ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს მეთქი. დამპირდა რომ დამიკავშირდებათ. ვზივარ. და ეხლა ვზივარ და ლაპარაკეთ უცბში გავუგზავნე. ეს ტელეფონი სად არის? ჯერ არაფერი? რაღაცა ტელეფონი. ჯერ არ დამკავშირებ. აი ტელეფონი. ხო, აი ტელეფონი, აი გველოდებით ტრამპის ზარს. მე და ყაველა ვზივართ. დღეს ჩემი სმენაა, პროსტა ხვალ მოდის ყაველა და დაждდება და ელოდება ტრამპის ზარს. გთხოვდა მირეკებს უგზავნის აქტიურად. გიჟივით კი. ეგეთი რამე გითხოვს ვინმესთვის რა დროა ჩვენ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყო. ზოგორ არა, ყოველ კვირაში ერთხელ მაგას ვიძახა. ჩემთავს ვეუბნები ხო. დროა ახალი ფურცლიდან ბოლი რო აგდის ხო. დილის 6 საათი როლი და სისტემი რო გაგვიღაც. დროა დაამთავრო ეს ყველაფერი. ის სადღაც როლში შევიდა. მიდი სად იყავი სად? გამოვედი. არა დამაინტერესდა. სად იყავი მართლა? მაგრამ ვიჭი თავის შინაგანში ჩაღამავდა შეჭება. აუ რა საყვარელი იყო სად წავიდა. ანუ გამახსენდა ის მომენტი დილის 6 საათზე რომ და მაგას რომ მიდიხარ და არაფერი რო არ ხდება, არავინ რო არ არის, მაგ მაღაზიაში პივას რო იყიდი და ფუ, აი ყველას გვიქნია ეგეთი საშინელება. და რომ მქონია რომ ბედნიერი. გამფენიაზე უბანში ხარ და პივას რაღაცაზე თბილისი შევაწუხო. ცოტათი რო აგეტირება კიდევ, ცოტა სენტიმენტალურიც რო ხარ რა. როგორია თბილისი. დავიძინებ 2 საათში ხოთზე ვარ. და სამსახურში მიდიხარ, ყველა წუხდება შენი სუნით და სახით და აი, ყველა არსებობა. მჭკნარი ორგანიზმი. დოელი კურიერივით რო მიდიხარ. ნუ ცოტა ხნისი კართან მოისაკ. კი, ვინაცვალი ჯიგარში. ხო, მარტო აქ პოლიტიკური ამბები აქ არ დასრულებულა. გიორგი კახარია, მაინც თავიდან უნდა. დავაი. გიორგი კახარია და ერთ ძალიან სერიოზულად მინდა. ვიდე. გიორგი კახარია და მამუკა ხაზარაძე შეხვდნენ. იპოდრომზე. არა, იპოდრომზე ვერ შეხვდება. თან რა თესლის სახეებიც ხედა, რა ძმებია ნახე. ის რაც შეჭება. ბიჭო და შეხვდნენ მე იბაზრეს რაღაცაზე. აი მე აი რო შეხვდნენ მე ორი. ანუ იმას ნათელი პიროვნება. თბილისის გამოგლეჯვის გეგმას და სადღაც უნდათ რომ შეგლიჯონ. ანუ სადღაც გამოგლიჯონ, შეგლიჯონ. კალაძის გამოგლეჯვის გეგმას მაშვებია რა ხაზავი. აი უკან გეგმა დევს. უკან დევს გეგმა აი. აი აქ არის შენი გეგმა. თამბნეილზე აქიდება გეგმა და იმოსო. აი აი ამას ამზე გეგმა იდება თამბნეილზე. გეხვეწები და აკვირდი. პატარა სურპრიზი გელოდება. Surprise თემურ. აი აქ იქნება გეგმა. თამბნეილი როცა და რა კაი რაღაცა გამახსენდა. ხო რა არ ვიცი რა. ხო ამაზე ხა ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით. ჩვენ ერთ შეგვიძლიათ რომ წარმატებები უსურვოთ. იმენა თქვენს გამოიწერეთ. კი, ბაზ აუ გახარიამ რომ გამოიწერე. გვახარია თუ გახარია? გახარია. ამე რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი. ვახარია ის რა იცვლება. ვახარია არის გოგი. ხო, გოგი ფსიქოლოგი. ისა ფილმების ექსპერტი. კრიმინალისტი. აი ეს აქ ერთ-ორ კაც დავა. აქ ეს ვინ მოუხდება და პრასტოი სურათი არ არის, ეს უბრალო ფოტო არ არის. ვინმე დაუმატა. აქ არის ინტრიგა. ხო, იქ ვიღაცა ხელოდები. ყლე შოურეკო ვინ არის. ო, აი ეგეთი ინტრიგა. კითხვის ნიშანია აქ, რომ ვიღაცა უნდა იჯდეს შავი. და კითხვის ნიშანი უნდა ეხატოს. რომ აი აქ ვინ შეიძლება ვის დაამატებდით? იმას ვის დაასწრებდით? ამათ ბაზარს. იმას დავაგდებდი შეჩემა. ყველაზე მეტად მოერგებოდა. ვისა? რა ელისაშვილს. ალეკოს მოერგებოდა არა, ქართული პოლიტიკა. არა, ისევ ამ ტიპებიდან არა. არა, მაშინ სიმონიანს ჯერ ცოცხალია. არა, სიმონიანს არა, პოლიტიკიდან ეს სიმონიანსოს რა გინდა? შენი ვერსია და სიმონი კლინიკებში დაბლის, ვაფშე არ ძალიან ქალს მალე დაიღუპა ეხლა. ამისთვის მოიწვიეს. ამათთვის მოიცლის. ეს შევის დასავლი. მე კიტომას დაუსვა. ნურმაგამედოვს. მაგამედოვს?
ეგ რომელია ის MMA-ის მოჭუბარი როა? დავაი. კიტოვანი, შენ მაგამიდოვი და მარგარიტა სიმონიანი, კარგია. კაი კომანდა შეიგო. 혹시 ყველა ერთად დასხო. დავაი. დაეტევია. მოკლედ კარგები ხართ. დავაი, ჩავედით შემდეგში. ძალიან დიდებული უბიახლი იყო. TBC-სთან სპონსორობას და თანამშრომლობას გამოემშვიდობოთ. მაგრამ საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკთან შეგვიძლია გახსნილები ვართ. 4-ზე. თუ საჭიროა 6-იც შემიძლია გაფართოვება. გადავიდით. გავიწელოთ. დათვებს აქვთ ესეთი უცნაური რატო ქვია არ ვიცი, მაგრამ ესეთი ჩვევა გადიან ჯიგრები რაღაც ლამასხეძე. ჩამოჯდებიან და ტკბებიან დუნებით. ძალიან მაგარი. მადლიერებიან და რა ლამაზია ეგეთი ჩვენ ბოლოს რო გააკეთე, როდის გააკეთე ეგეთი რამ. აი რაჭაში რო ვიყავი, მართლა? კი, ბევრჯერ გამიკეთებია ეგეთი. ნუ ესეც იზამდა ახლა სვანეთში უეჭველი, მე თემქაზე ვაკეთებ ხოლმე. და სამსახურში. შენ თემქაზე სულ და ჰაერია გაცილებით გრებაკეს ეგუნა მეთქვა რომ რამდენჯერად შენგან გამოდივართ ხოლმე, სულ ყოველთვის აღვნიშნავთ მე და ირაკლი მაგას რომ FIFA 26 დავითრია და მართლა? ძალიან კარგი. ძალიან კარგი ინფორმაცია, ცოტა კონიაკით დავიტრია. მაგას ტაქსისტს გავაცალე. ცოლიკაური მაგ ძმაოს სუფთა სუფთა ცოლიკაური. ეს იყო ბუნკერი დაიმშვიდობებს როცა. ეს იყო ბუნკერი, ჩემთან მივდივართ. ჩვენი არხი გამოიწერეთ. კარგია. ხო, შეხსენება იყო. რა ქვია, სვანეთზე რო საუბრობდით, ტვიში ჩვენი წინაპრების მიერ ოდესღაც გაყიდულ სახლს მივაგენი. ძალიან მაგარი ფოტო რო ჩააგდეს, ისე იმერე გადადამიარა ყველგან. შეც ბავშვობაში ძალიან ისეთი ემოციური რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ ნახოცილება იყო. ნელი ფურტადოსი. ნელი ფურტადოსი. და ეთერელ ჯექსონის. ეთერელ ჯექსონი არის სამუელ ელ ჯექსონის დედა. იგივეა ჩემი. ცხონებული, მევია მისის ვერია ჩემი. კარგია. ის ცხონებული. 97 წლის მერე ამყოფილო არის 28 წელია და 28 წელს ჩვენი სახლის მოპირდაპირ მხარეს გამოქვაბული რო იყო კლდეზე რიონის სანაპიროზე. მან დარჩი. ეხლა იქიდან ამაკ ჩართვა. აი ესეთ გამოქვაბულში შევიდა. აი დაახლოებით ეგეთი გამოქვაბული არის, კი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ოქტალანტისი. ანუ ესეთი ქალაქი ესე უწოდეს. დასახლება ავსტრალიაში, ხო, სადაც ოქტოპუსები ცხოვრობენ. 8 ფეხები. ცხოვრობენ და ანუ უბრალოდ ცხოვრობენ არა, რაღაც სამეზობლო აქვს და კომუნიტია და ურთიერთობენ ერთმანეთთან და ანუ სოციალური რაღაცა ისინიც აქვს. ბიჭო ეს ხოთაშორის ვაკესამოთელს მიაკუთვნეს ეგ. 8 ფეხები ძალიან ესეთი განვითარებული. ამაზე ამბობენ რომ UFO არიან. ხო, ეგეთი ვერსიაც არსებობს, რომ არ არიან დედამიწის შვილები რა. ბიჭო, ხო, მაგრამ ძალიან საინტერესო არსებობაა. მაგარი როჟები, თან ბოროტები არის, ხო იცი? კი, თან ძალიან ჭკვიანია. ფერებსაც წანას. კი, მაგ ეგეთი ვიდეო ნახე და ბოროტია თან. შენ თუ გახსოვს Arrivals-ში რო ჩამოდიან ეგეთი ტიპები არიან და ოთხლით და ბოლით თუ რაღაცა სხვა მატერიალი. ეს 8 ფეხა და ისინი არიან, მე მგონი 6 ფეხები თუ 3 ფეხები არის. არა, ტაბურეტკები. ხო, ტაბურეტკები ჩამოდიან, კარგი. და იმ გამოქვაბულში. სადაც თემური იყო ეხლა. ასული, შესული და გამში გამოვისვით. მე მინდა ერებად მე ისო პანეტელებიც ოქტომბერშიც. მე მინდა მიულოცო ბობის, ძალიან საყვარელ ცუგოს დაბადების დღე. ის არის ყველაზე ხანდაზმული ცუგო დედამიწაზე, რომელიც ხო 31 წლის გახდა რა და ჯერ ისევ ცოცხალია ხოთზეა. ოუ რა საყვარელი. და სერტიფიკატიც გადასცეს, რომ ყველაზე 210 წლის 217 წლებში დაახლოებით ეგრე გამოვა. 217 წლის არის. აბა ჩემი ძაღლი 11-ის რატო დავაძინე და ბიჭო, რაღაცა დაემართა და მაგიტო. ეძინებოდა. ეძინებოდა. 12 წელი არ ეძინა და შემოვიდა და ხო არა აბის სხვა გზა არ ქონდა ხო ისე აბის ანსაყვარელი გასწორე და მაგდენი წელი რო ეცოცხლა მაგრამ მე ალბათ ფუნდამენტზე დატასვე ეშინოდა დატასვე ეშინოდა აბის ბავშვობიდან იცნობდა და მაინც ეშინოდა ხო მთელი ცხოვრება იცნობდა და მაინც ეშინოდა ვერ დალაგდნენ და დღევანდელი ობიახლები მინდა დავასრულოთ დიდებული ინფორმაციით და ამას რაც აქ არ გვაქვს ჩაგდებული ბარემ მივაყრი თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრის და პანორამული რესტორნის მოწყობა 20-27 წელს დასრულდება კიდე გაურკვეველ ვადებში ალბათ ის გაკეთდება ტრამვაი თბილისში და ასევე გაურკვეველ ვადებში ალბათ ეს მერიიდან არის ისეთი ორი ავტოსადგური დაემატება მეტროს სადგურს ესე ამბობენ და ნახოთ რამდენად აი ესე ამბობენ ჯერ ალბათ რესტორანი გაიხსნება მეტროში ორი ახალი სადგური რომელსაც არაფერი არ გაიხსნება ერთი რაღაცა აქედან გაიხსნება ალბათ ეს იმიტომ რომ მაყურებ მეტროს სადგურიც გაიხსნება მაყურებია გაღებული იმნეხას გაიწერა შეჩემა რომ არ გაიხსნება ის გადახურეს თუ იცით ვარკეთილი ვარკეთილის მეტრო არ ვიცი დინი წელი ხურა არ ამგონია
ამდენი ფული არა, ეხაც კიდე რაღაცა შემხვდა პოსტები, რომ მოდის უნდა დაასრულოთ. ხო, ანუ არ არის დასრულებული გემი. არა, იყოს რა. იყოს, უკვე დაჟე შეუნარჩუნოთ უნდა ეს რაღაცა ancient რაღაცა ის ცოტა უკვე ის აქვს რა. გოთური. Gothic style. ხო, რა გჭირდება ეგეთი ლოკაციები, რომ განმოვითაროთ ის ტურიზმი. ტურიზმი და კახელი, კახელი ტაქსისტები მოწყვილები არიან შეჩემო. მეტი ტურისტი მეგობრებო. ტაქსოპარკი უნდა მოუწყოთ სვარკეთილის მეტროსთან. კი ბატონო. კახეთისკენ მიმავალ ტაქსად. აკრას მაქედან გადის. კახეთისკენ ვაკეთებ ბატონო. ზუსტად. კახელებიც გადავიდეთ. ამირჩი, ჩვენ ამით. არ შეიძლება კრეფსიტი მერი რო იყოს და ჩვენ სამნი რო. აუ რა. მერა და ბიჭი. გავიყოფთით. გავინაწილებდით, ხო. 1500 საბსკრაიბერს. შემდეგ არჩევნებზე, კაროჩე, მოდი, ერთმანეთს პირობა მივცე და ჩვენ თვითმართველობის არჩევნები. რაღაცა არჩევნებზე გავიდეთ. მაიცა. იცი როგორ გავაკეთე? ასაკი გვიწყობს ხო ხელში? კი, უკვე 30 პლუს. იცი რა ვქნა, რაღაცა ის და საბსკრაიბერების რაღაც ტარგეტი დავდოთ. და რამე არჩევნებზე მივიღოთ მონაწილეობა? ხო. 100-ზე? როგორ არის მან წესები? კარ შეიქცეს. გავაიასოთ, ხელმოწერები რომ უნდა ვიცი რა. ეგ ვიცი და დალშე გავიგებთ რა. კაი, რაღაცა მე მოვიფიქროთ. შემდეგ ერჩები. პირობა მოვიფიქროთ. 4 წელიწადში. 4 წელიწადში. 4 წელიწადში 100-ს გამოწერზე უნდა ავიდე. 100-ზე თუ არა 50-ზე მაინც თვითმართველობის არჩევნებია თორე 3 წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები. არა, მაგაზე ჯერ მანდ ჯერ სამი კაცი მასა არის. ბაზარი დავდოთ ეგ პირობა? დავაი, მე მანდ. დავდოთ, გაწყო. დავაი, რაც რაღაცა მეგობრებო. ხვალ არაფერი არ მეხსოვნება მაინც და. ეხლა დაიდო ეგეთი პირობა. 3 წელშია ხო არჩევნები? არა, 4 წელში იქნება თვითმართველობა. 4 წელში მომდევნო არჩევნები. ეხლა პოსტა ვერ მოვასწრებთ რა. ხო. არა, ეხლა ვერ მოვასწრებ და ვერც მივიღებ. ჩვენ თუ ავალ 100.000 გამომწერზე, აი პირობას ვდებ დაჭერით, თაროებზე შეინახეთ და მე თუ გინდათ აგვაფარეთ ყველგან სადაც გაგისტორდებათ 100.000 გამომწერზე თუ ავალთ, ჩვენ მივიღებთ თვითმართველობის არჩევნებში. აუ ბაზარი. დამოუკიდებელ. კი ბატონო. დავალ. ოღონდ პარტიის სახელი მოვიფიქრე. ბუნკერი არ დავარ. ბუნკერი დავარ. რა იასნი. ხო, სადაც გირჩი იქვე ბუნკერი. ბუნკერი, თო. ბუნკერი ერქმევა ჩვენ პარტიას და მივიღებთ თვითმართველობის. აი, ნომერი. რაც გაიჩიტება რა მნიშვნელობა. რასაც მოგიგდება. 62. რო იქნებ კოცების გაკეთებას და ხელი აუწდეს და კაი 42 კაი, კარგი, პირობა 42 იქნება ჩვენი ნომერი და 100.000 გამომწერზე შევატანო. დავაი, მეც მაწყობს ეგ. კაია, ეს იყო დიდებული ობიახლები, დიდებული დაპირებით რა. კი ბატონო. იკაკო რა გვაქვს დღევანდელი თემა ესეთი მოვიფიქრეთ, მანამდე კი მქონდა პლასებოს ეფექტზე მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ რახან აქ გარეთ ვიცინებ და ვიღადავეთ, ანეკდოტებზე ვისაუბროთ ჯობია და განვიხილოთ ანეკდოტები. მე მაგალითად ძალიან მეზიზღება ანეკდოტის მოსმენაც, მოყოლაც. მე ვერ ვყვე. და ისედაც გამოვიდა მე ბოდიში გაწყვეტინებს. არა, თქვი ხო გამოვიდა ხო რაღაცა მოჭამა თითქოს თავის თავი მოჭამა კი. და რა არის იცი მაგრამ მაგრამ მეზიზღება. იმაზე ძალიან მიყავდა, აი 1-2 ტიპი არის, ვინ ძალიან მაგრა ყვება. არა, არიან ტიპები, ვისაც მაგრა გამოსდის კი. მიმოგზაურია იმის მოკმული. მაგრამ რა არის იცი ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანება, ანუ მომენტსაც ხო გააჩნია, აი გინდა მაგარიანი აი ესე რო იწება უკვე ბედური ვარ რა. ან მიდი რა მე ანეკდოტი მოყევი რა, ეგ ხო ვაფშე მეორე ამბობდი და ყველაზე საშინელება არის მაგარი ანეკდოტი გითხრა? გინდა და აი უკვე რა მემართება იცი აი ბაბუაშენი ბაბუაჩი არა ვიცი ბაბუამ ჩემი კი ეგრე ანეკდოტები მაგრაევასებდა და იმას რო აკეთებდა ფოგრებას ნახე? თიცვლიდა ხო თიცვლიდა და აი გახლევდა ძალიან საყვარელი კაცი. ანუ მოკითხვა მოკლედ იმ ქვეყნად კი მის საბატებს მომოთქვი ჩვენ ირაკის კი ძალიან მაგარი კაცი იყო მაგრამ მიყვარდა და მოკლედ ანეკდოტები არის კი მაგას მაგ თაობას მოწონდა ზოგადად ანეკდოტები იმიტომ რომ ეხა ის ქვია სხვა გასართობი მომენტ რა ნუ ეხლა იუმორი იმდენად სხვა ლეველზე გადავიდა და დიჯიტალმა იმდენად შეცვალა და ახალი ჟანრი შემოიტანა სტენდაპი იუმორინაც რაღაც მაგ ჟანრიდან არის რაღაც მე არ მევასება მაგრამ რაღაცა თავის ნიშა ქონდა კი ეხლა თავის დროზე არ ვიცი არც მიყურები დაჟე სხვათა შორის ბავშვობაში ბაბუაშემა წამიყვანა კი ერთი ორჯერ მეც ნამყოფი ვარ ბაბუაჩემმა მეც და ჩამეძინა არა ჩაძინებით რაღაცა არ მახსოვს არაფერი არ მახსოვს აი პატარა ვიყავი ძალიან კაია შეჩემ რაც ნაკლები ის გექნება მოგონება მე დალიც აიყვანა და წავიდე თეატრში თუ სადღაც და ეხა წაგიყვან მაგარად კი გურამს ჩაეძინა და დალი აღვიძებს და არის სისმრარი და მე სისმრავდა დალი ეკითხა რა დაგე სისმრავდა ბოტლებიო ჩალევა აუ როგორ მოიწყინა წარმოიდგინა ჩატმაზე გაახსენდა ეს ხო და
ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ანეკდოტის დაწერა და ხუმრობის დაწერა ძალიან რთულია. ძალიან რთულია, კი. ანუ აი გიცდიათ ოდესმე რა მსგავსი? აი მე დაჟე რაღაცა წინასწარ დავიწერო, ისე ცუდად გამომივა იმის თქმა. მაგრამ მიფიქრია რაღაც მომენტებში ეგ ბუკას ხონდა ინიციატივა რომ შევიკრიბოთ ხოლმე მოგახსოვს ეგ ინიციატივა. კი. მე კიდე ერთი ინიციატივა მქონდა, აღარ მახსოვს? ეხა არ უსვაფში არ უსმენდი. შევიკრიბოთ მე. და რაღაცა მოვიფიქროთო რა. და მე მგონია რომ ჩვენ რომ აი რაღაცა ხუმრობები რომ დავწეროთ, არასდროს არ გამოვიდა. მგონია რომ ძალიან გამოსვლაზე არ არის. აი ბუნკერის თელი მუღამი რაც არის იმპროვიზაცია და აი რაც არის ეგ რო არის, ეგრევე გაქრება და აი მართლა მაგრამ აი იქნება გადასახედები. მაგა ხო ეხა ამ ფორმატს ჩვენ ფორმატს საერთოდ არ მოუხდება, მაგრამ მაგალითად აი სკეჩების მოფიქრება შემიძლია რა. აბა მოიწე, უცბად შეგიძლია? ბიჭო, და გავითამაშოთ. არა, ეხა აქ ძალიან ბანძობა გამოგვივა. დანარჩენი ისე ხო რა. ისე გადასარევ ხარისხზე ვართ, უკვე ახალ ლეველზე ავარდით. კამერის ხარისხი კამერის ხარისხი გაუმჯობესდება და კიდევ უფრო გაუმჯობესდება კიდევაც კი. ხმაც და გამოსახულებაც და კი, ბუნკერი ვითარდება ამასობაში. მე ყველაზე მაგრად ეგ მიხარია ბუნკერში, რომ ეპიზოდიდან ხონდა რაღაც ჩავარდნებიც, ხონდა რაღაც ავარდნები, გადმოვარდნები, მაგრამ რაღაცა ხო, დინამიკა შეინიშნება. ისე ბოქს აქედანაც ყოველ მოუწოდოთ, ა? ბუკამ არც იცის ეგ ამბავი და მოუყვეთ. მოკლედ, საქართველოს ბანკმა გააკეთა ეგეთი წახალისება დამწყები იუთუბერებისთვის რა. ხო და მივიღეთ ჩვენ მონაწილე, რაღაცა ვიდეო უნდა ჩაგვეწერა, სამოტივაციო ვიდეო, განაცხადი შევავსეთ რა. კი, შენც გახსენეთ, ფოტოც ამოგანათეთ. ფოტო არის ჩემი, რომელი ფოტოა მითხარ? აი, კოკაკოლით რო ხარ. არა, კოკაკოლით რო ხარ. მე მგონი ეგ გამოვანათეთ. ხო, ყველაზე ცუდი კოკაკოლით? აქ ჩავწერეთ ღამე. აი מחარა მე გაჩვენებ ხო. აი ესეც რაღაცნაირი სახელი ხო ხო და გავგზავნეთ ეგ ვიდეო და გამარჯვებულს 30-მდე არის განაცხადების მიღება. ხო 30-ში იქნება ბოლო დედლაინია, უკვე ჩვენ გაგზავნილი გვაქვს და რამოდენიმე იმას შეარჩევენ, მოხალისეს თუ რა ვიცი YouTube დამწყები YouTuber-ებს და გამარჯვებულს 20,000 ლარი გადაეცემა. რაღაც ჩელენჯები იქნება რა, რომელიც ხო, ეგ დეტალები არ წაი, ესეთი დეტალები არ. ბუნკერის საინტერესოა ძალიან. საინტერესო გამოწვევა ხო და 20,000 ლარი, მაგრამ ანუ რამოდენიმე მონაწილე შეარჩევენ და იმ მონაწილეებში მე რაღაცა ჩელენჯი იქნება, ხო? დავალებები იქნება რა. ხო და მზად იყავი რომ აქიდანაც მოგმართავთ რომ ჩვენ ხოძზე ვართ. დაგვასაპორტეთ კი. დაგვიძახეთ და დავაჩელენჯოთ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. კი, ძალიან კაი ის არის ინიციატივა და მე ძალიან მომეწონა და თან ისეთ ქართული YouTube-ის განვითარებას ხელს უწყობენ და მართლა ასწორებს. ეხლა არავის არ გეტენებით, მაგრამ მართლა უწπელად ეგრე ფიქრობ რა. ხო, მართლა უწπელად. ხო და აი რაც შეეხება ანეკდოტებს. კაი, ეგეთი და სკეჩებს. აი ძალიან ბევრი მაქვს ეგეთი კარგი გადაცემები ნანახი რა, ამოდ უცხოური რა. აი ეგეთი არის Keegan and Peele რა, ესეთ სკეჩები აქვს. აუ რა, აი რა მაგარ რაღაცებს აძრობენ ისი, აი შოკში ჩავარდები. და მაგრამ მინდა რომ ქართული ეგეთი გავაკეთოთ რა. ბევრი პლუსი კამერა. აი მარტივადაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ რა. სადაც რა, ეს რაც არის. ჩემი კარჩე მომა გეგმა რა, რომ მკითხო YouTube-ზე როგორ ფიქრობ განვითარებას, აი მაგას ვფიქრობ ყველაზე ხშირად. როგორი არის და ხო დინამიკა კი არა, ანუ ყველანაირი. ჟანრი რა არის? აბსოლუტ. იუმორი რა, იუმორისტულია, ოღონდ აი ვერ მოგიხვევი რა. სოლო გინდა თუ ბუნკერი? არა, ერთად ჩვენ გადავა. ხო და ეს რაც გვიყოს და სადაც მექნება პონტი გავაკეთებ რა, ხო, ჩვენ რუბრიკა არა, ამ ეს რაც არის იყოს. დავამატოთ. ცალკე რაღაცა ანუ სკეჩები რა. ხო გაქვს ქართული ბუდარია და რაღაცები ხო გახსოვს. ოღონდ უფრო თანამედროვე და უფრო გაღადავება და უფრო სიგიჟეები რა. ანუ აი რო არ დაზადმ და ცოტა ჰორორშიც გადაზრდილი იუმორიც და აი ბევრი სულ ძალიან კრინჯი იყოს გადაობა. კრინჯიც უნდა იყოს გადაობა. აი შემდეგ შეკრებაზე რო შევიკრიბებით თუ შევიკრიბებით ეგ რასაც ამბობ გადაცემის რამოდენიმე რაღაცები ვარიანტი გავიაროთ და მეც უფრო სამი სიტუაცია მოვიფიქროთ რა. ხო და აი ეგ არის ჩემი ისა რა და საქართველოს სივრცეში ეგ არ არის და მაგრად მოუხდება აი კომედი შოუ თავისი არის ბათუმელი ტიპები არიან თქო. მაგათაც კარგი კი, მაგრამ აი იმათ უკვე უყურე იმათ თავისი ნიშა აქვთ რა, თავიანთი ხაზი აქვთ. აი ხა ჩვენ რაღაც თბილისურ რეალობას რომ მოვარგოთ სხვა პონტი იმათი მაყურებლებიც ჩვენთან მოვლენ და ჩვენები იმათთან. მინიმუმ საინტერესოა. ძალიან მაგარი გამოცდილება იქნება და იმასაც გავიგებთ, გვაქვს თუ არა კარგი იუმორის გზნობა ისე რომ აი დაწერო რა. და კრეატივი რაც ვთავაზობ. ეხლა ვერ ვიჯერებ რომ წეგან ის რა დაპირებას დავდეთ, ეგ დავდეთ. ეგეც ხადაობა, მეც მაგრამ პარტია. აუ გამოიწე. უკას უკვე აღარ ახსოვს. მონაწილეობა მიგო. აი მას აღარ ახსოვს.
42 მახსოვს კი. ჩვენ ვარ მონაწილეობას ვიღებთ. აი ეგეც არის. ხალხს რო ხვდებით. ეგეც სკეჩია რა, აი ეგეც თემა შეგიძლია გააძრო, რომ ვიღაცა სამი იდიოტი გადის არჩევნებზე რა. რაღაც φιλმი მაქვს ნანახი. მგონი რობი უილიამსი თამაშობს. კი, კომიკოსი რო პრეზიდენტი გახდება? ხო, არის ეგ ანიმე უკრაინული ხო არა? არა. ის არის პერსონაჟი არის სათამაშო რა, ბოლდო თუ რაღაცა. ვიცი და ედვარდ ნორტონი თამაშობს და რობი უილიამსი. რობი ხო. ისა პრეზიდენტი მალტო კი არა. რაღაცა რო დაფრინავს პატარა ის რო არის. ბიჭო არა, ხდება ჩვეულებრივად. ის არის რა, რა ქვია. სათამაშოშია ტიპი ჩასმული რა. სხვა არის ესე იგი. და მოიგებს არც. მახსოვს რაღაცა ეგეთი სიგიჟე კინო მახსოვს, მაგრამ არ მახსოვს. კარგი ზაღადაობა. მოკლედ რა მეგობრებო 100,000 გამოგწე. 100,000 სპეშალი. ხო არის რაღაც თემა YouTube-ზე 100 სპეშალი. ბიჭო 104 წელიწადში. უნდა ახვიდე შეჩემ. კაი, დავისახე. თუ ვერ გავანვითარდეთ. 100-ზე თუ ავედით 4 წელიწადში. თუ არა და 8 წელიწადში კიდე ხო იქნება არჩევნები. კი ბატონო 8 წელიწადში. ჩვენ ამდენი წელს ვიქნებით 8 წელიწადში. როგორც კაი იმენა, კაი პოლიტიკური ცოტა ჭაღარებიდან. როგორც კი 100,000 გამომწერზე ავალთ, უახლოესი არჩევნები რაც იქნება, მონაწილეობას მივიღებთ. ერთი მთავარი პირობა არის ცოცხლები ვიყოს, მეტი არაფერი. რომელიმე მაინც ჩვენთაგანი. ხო და ქვეყანა ეს ქვეყანაც არსებობდეს რა. ხო, ჩვენ რაღაც ჩეჩნეთად არ გადაკეთდეს. იმედი გვაქვს რომ არ მივალთ მაგამდე. ხო. კაი, ეგ სკეჩური თემები აი მართლა ძალიან მინდა და მოყვები რამე ანეკდოტს. ბიჭო ერთი ანეკდოტი მაქვს. მით, კაი, თითო ხო, აი ანეკდოტი. რაღაც მოფიქრებული მაქვს ერთი ანეკდოტი. დაჟე შენ მოფიქრე. გამოიგონე? ხო, მე და ჭეხა ვიყავით რაჭაში ერთი რა. ის ვიღაც გოგორო იყო გახსოვს შეჩემა. ვინა? ერთ მოკლედ პატარა ისტორია. დიდი ისტორიები კაი. მე ყვიტო და დათავართ ახალგაზრდობაში ვიღაცასთან ბაიძე რა. თუ ისინი არიან შენთან ბაიძე არ მახსოვს. მოკლედ აი ხო ხედავ შენც არ გახსოვს რაღაცა. ხო, რაღაცა მარტო მე კი არ ხო, მახსოვს. ხო. 42 რა იყო. შენ პროსტა 3 წუთის წინანდელი რაღაცები გაგახსოვდა. მე კაი, გააგზე. ვიდი არ მაგერა 97-ში 28 წლის წინ რო სახში ვიყავით, იმ სახს მივაგენი. და იმ მიაგნები შენ. მე ვერ მივაგნებ. კარგი, აი ყველას აქვს თავისი დადებითი და ოფიტი მხარეები. ესეთ ეს ტყელი ფრაზებით გამოირჩევი მე დღეს. გოგომ გააძრო რა. მაგრამ მაგალ მაინტერესებს რა. გოგომ გააძრო, შეჩემ აი რაღაცა პირველი ორი ჭიქის ბაზარია ჯერ რა და ამ გოგომ გააძრო, რომ მირას საქმიანობ და თან კაი ვიძე იყო შეჩემ და იქვე დამთავრდა ყველა, ანუ ყველაფერი მაზრა კარგა რა. მე ანეკდოტებს ვიგონებ. აი ყველა არა და რატო გადაუსვით ხაზი? იქნებ კარგ ანეკდოტებს. ყველაფერს აზრი დაეკრა. მე ერთხელ გოგომ ისეთი რაღაცა გამიძრო, რომ აი არ ვჯერა, რომ ეგეთი ადამიანები არსებობენ. მე მუსიკას ვერ უსმენ, არ მიყვარს მუსიკა. და არანაირი მეთქი. რაღაცა ერთად მე და ლუკა ვღადაოდით ეგ. მეც გამიგია ეგეთი. ჩვენი მეგობრის დაქალი იყო, კაროჩე ერთი გოგო და მანქანაში ვიჯექი და მუსიკებს ვთავდი და აუ ეს არ მინდა, ეს არ მინდა და აბა რა ჩაგირცოთ თქო რა, ამ გოგოს ვეკითხებით, აი რა ყველაფერი დაგვიწუნა რა და არა ვაფშე სიჩუმე იყოს და რატო 400 ან თან მაინტერესებს უკვე შეუძველი ღიზიანდები თან მაინტერესებს რა უჯარა და დამსკროლინგ და ბოლოს კაცო მათქმევდნენ რომ არ მეზიზღებაო მუსიკაო რა ხო და იმ ნებისმიერი მუსიკა რატო გადავხაზდე გოგო მე ხლა მივხვდი ხლა გავიაზრე იმიტომ რომ ანეკდოტი აი თვითონ ეს სიტყვა იმდენად ბანძობასთან ასოცირდებოდა ჩვენს ხო იმას რო ეთქვა რომ რაღაცა ხუმრობებს წერ სხვა ბაზარი იქნება ხო და არა და იქნებ რას იგონებ ხო მაგრამ ჩვენ ბავშვები მოდი მიმართოთ იმ გოგოს გამოგწევს კომენტარში დაგვიწეროს მოვიწვიოთ არა არ მოვიწვიოთ კომენტარში დაგვიწეროს. გადაცემაში მოვიყვანოთ. ისი მოვიყვანოთ. ბელისთან ისე ბელის იყოს დღეს ჩვენი ის რა ქვია. პუნქტ назначение. აჰა, დავაიდე ისი. ხო, აბა კაი, დაუბრუნდეთ ჩვენ. ხო და ძალიან ანუ არავის არ გაეცინება, მაგრამ იქ სასაცილო იყო რა. გადავედი, მანქანით გზავრობდი დიდი ხანი და მოსასვლელად გადავედი რა და ყვიროდი რა, ყვირილი დავიწყე რომ ტყეში ვიყავი და რა მაგარია მეთქი სადა ხარ ტყეში ხარ ხო გეუბნებიან და ტყეში ვარ მასად ჩემ ხელში ვარ ხო და მიხარო და ეს ხო ანეკდოტი? კი რაღაცა ისეთი რა. ძალიან სლოვანი ანეკდოტი. რა გაყვირებს ტყეში ხარ ტყეში ვარ მასად ჩემ ხელში ვარ. ჩემი საყვარელი ანეკდოტი ის. საოცარი ანეკდოტი დავწერე. მე მომკლეს ბაბუ. კი ეგ ის არის რა. აი ვერ მიბეზრებ ანეკდოტი. ეგ და ის ასიხინკალი და ხო ეგ აი მე მომკლეს ბაბუ უკვე სიტუაციურად გამოიყენება მე იმდენ რაღაცაში ბევრ რაღაცა შეიძლება გადააკეთო ხო ანუ ყველაფერზე იმიტომ რომ აი უნივერსალური ხუმრობა ეგეთ ხუმრობები ასწორებს კი აი ეგ მაგა დარჩა ეგ და დიდი ხანი იქნება და იქნება თან იცი რომ ყველა მიცის რა და მაგაზე როგორც ანეკდოტზე კი არ ეცინება ადამიანს რომ მოუყვები ანუ რაღაცა სიტუაციას რომ შეუსაბამებ რომ მე მომკლეს და ეგ უკვე მაღალი დონის იუმორია რა შეიძლება ვინც ეგ დაწერა მე გათვლა არ ქონდა მაგრამ გაუვარდა რა ეგ ძალიან ძეს კი იმენა უნივერსალური ხუმრობა კიდე რა არის ჩემთვის ტოპ ანეკდოტი არის ეგ შენთვის
ტოპ ანეკდოტი აი მოკლე ანეკდოტები უფრო ხო, მევასება. ბიჭო, რო იწელება მღლის. იქ სამი ვიღაცა პრეზიდენტი შედის ქუთაისელთან და რაღაცეები, აი მაგრამ აი ძელზეც მაგ დროს რა მემართება, იცი აი არა ბიჭო, SMS მოიწყდება ანჯარას წევხას. მაგრამ ყვება. ხო, არა. აი იმენა რო გამოგზაურებს მაგაზე ასწორებს. მაგრამ აი ვიდეოებსაც რო ვიღაცა ტეი, ყორი ესე ცნობილი ანეკდოტის მომყოლი, აი რო დაიწყებს და აი ეს არის ჩემთვის მაგის ვერაფერს ვერ მოყვები. დავითრგუნ. შენ საყვარელი ანეკდოტი გააძრე. მე არა მაქვს საყვარელი. შენ საყვარელი ადამიანები გაიხსენებ პროსტა. ეს მაგათი გამიხსენებ. ეს ანეკდოტი. შენ საყვარელი შოკოლადი გაიხსენებ. სნიკერს ჩავარიხინოთ ეროვნული რუბრიკა. ეროვნული რუბრიკა დაიხურა და დამთავრდა. ისე ვისაუბრეთ, მესტიაზე ვისაუბრეთ. ეხა პარტიაზე ექცეს, პოლიტიკაში მოდის. კი, ესე შემოგაპარე. მე გაზაფხული. რუბრიკასავით მოპარული. ერთსული მაგროდის დავამთავრეთ. ეს ერთი წავში ვხი. და წინ თამაში გვაქვს. აუ არა. ბიჭო, გუი შენ. ბიჭო, ცუდი თამაშები გვაქვს. არ არის ცუდი რა. კაი, სიტუაცია და ტიპი, ხო? სიტუაცია და ცნობილი ადამიანი, პერსონაჟი, რავი, რაც გინდა. მოდი ადამიანი იყოს რა. ხო, ადამიანი ჯო. ვეცადოთ ქართველი, მოდი ქართველები მოვიფიქროთ, რომ უფრო გავარდეს. ხო, რა უეჭველი, ქართველი ადამიანი რაღაც ჯაგერს ვერ გავაკეთე. ერთ თამაშით ეგ გავიმეოროთ რა. ხო, დავაი. თემურას კარგად გამოვიდა მახსოვს. აჰა. მე მოფიქრებული მაგ და დავიწყე. დავაი. არა, მაგ არა მოფიქრებული. აუ არც მე არა მაქვს. ეხლა მოიფიქრე. კი, ვსა მოვიფიქრე. წი როგორი წერება? შუ. შუ, ხო? შუ ოღონდ არა. შუ ოპი. მე და მეც მოვიფიქრე. ესე ხომ მივხვდებით ვი, კაროჩა. იდიოტო. აი, ბიჭო, რენდომალ სურო ჩვენი ამოვიდეს იყო. ჩვენიც უნდა გააკეთო იასნი. რომელია ვიღო? დაწერე შენ? არა, არ დამწერე. ანუ რომელზე წერია თქო, იდიოტო. იდიოტ. როგორ მიყვარ? ამაზე არ წერია. არ თუნებული ხარ. არ წერია. ეს უკვე დღეს მეორედ გაჟღერდა. ციფრი? რაღაცა მოიფიქრე? უნდა დავმალო? adzgina ის სულეთი ასეც იყო. просто ხო, ჯობია დამომები დამალი. შენი სენტიმენტი. ბუკა, აი საერთოდ შენ. კაი, ჰა. აუ, ჩემი აუ, ისევ ჩემი. კაი, მე ავიღე ბუკასაც, კაი, ჰა. კაი, გავცხოვო, ხა. აუ, კაი, ჩემი. დავაი, გვიტოთ გახსენი სეზონი. ბიჭო, ცოტა ვერბალური. ის დაწერას მეც ვაპირე. ვერბალური მითხარი რა. ბუკა სხვადან სააკაშვილის პენალტიო როგორ გავაკეთო შეშე. ჩაპანავა შენი. всё, ეს იყო თამაში. მე დაგიწეს სხვა რა. აი რა უნდა? არ მინდა სააკაშვილი. ვერ გავაკეთებ ხსად გავი. როგორ არა, აი შეხედე უკვე ეს თონაკები. ესე უნდა აიწი. ვერბალური მინდა რა როი. მარტო ტანიდა. აღარ ჩანს. არ ჩანხარ შეჩი მაგ გამოჩნდები თორე. ტიტანივი. გაკეთებით კი გავაკეთე. მიდი შენ ეს გავაკეთე, ამას დავუწე. მიდი დაიწყე შენ. შენი დაწერილია? საკმაოდ საინტერესო რაღაც არის დაწერილი. რა შეიძლება დაგიწევ. შევიცი. აუ ყური მტკივა. ჩაეძინა იმას. მიარტყიერდი. არა, ვფიქრობ როგორ გავაკეთე რა. ვიცი ეს ხო იუმორისტული გადაცემა არის და გავიხუმრე რა. ხო. სადა ვარ? 42-ში. დელისის 42-ში. კი ბატონო. რა სტერამდეს? მე პატარა ჩანახატი გავაკეთე. მობეზდანავე ტელეფონზე სკროლავ. არა, ვიცე, მაცალე რა განმასახიერო, ჯერ უნდა მოვიფიქრო განსახიერება, იმიტომ რომ საკმაოდ რთული განსახიერება. რას მერჩით? შულები იყო. გაჭირებულ კაი. ხა გავიხსენო ეგ საზიზღარი კაცი. სტაბილურობა.
აჰა 10 თეთრი. ეს იყო ჩემი პაროდი. ვერ მიხდი? თუ ესა სტაბილურობა. აჰა შენ 10 თეთრი. აი ესეც გაიკეთე შეჩება და პატარა გოგო ხაშილი. მაგრამ მოგტყვა. ვერ მოვიდი. რამიშვილი? ხო. შალვა რამიშვილი? რამიშვილი. აჰა 10 თეთრი. მათხოვარს აძლევს ხო. ფულს. მათხოვარს ეხმარება, ხო? მათხოვარ ეს სიტყვა. ხო, დაჭირებულს ეხმარება. გაჭირებულს ეხმარება. შალვა რამიშვილი. კაი. თუ სტაბილურობა. შენი დედა. სტაბილურობა. ის კაცი რა საყვარლად იმაში. დიახ, ჩვენ სტაბილურობა დღეს ძალიან გუნავს. შენი დედა. ძალიან გუნავს ეგვიდეო. ის კაი. კაი, მე მოვიფიქრე. всё, კაი, ეხლა მე მზად ვარ. დავაი, ნიკუშას უყუროთ. გამარჯობა, მოგბრძანდით. ღამეა. ღამეა. განცუდი თამაში მინდა რომ ამოჭრათ თლიანად. რა მომეჩი. მოვიდა ბოლტის კურიერად. ღამე მივიდა. შეწუხებული. აჰა, თემ რა შვები შეჩემ. წერ რაღაცას ვიფიქრობ რა. რა წერ გაითამაშე. ძალიან ეს ჯერ უნდა მოვიფიქრობ. სკეჩებზე გადავიდე. ნახე და მოიწერა. ვეფხის ტაოსანი მაქვს სათამაშო. ჯერამ სეპატი ავტობუსის კონტროლერი მოგალაგეს ტროპილეტს. კარგი მგზავრი არ აყირავებს ავტობუსს. ვაჰ, ხოჩა, კარგი იყო. მე მეტი ვეღარ დავწერე. და როგორ თხოვს? რა ვიცი, მორალური გაგრძელება აქვს. ამას შემდეგ სერიაში თქვენ. ამას წერ. ვიდეო და გაგრძელება დამეწერა. აბა ახლა რა ის რომ მომიფიქრე ექშენი და ავტობუსზე გავიდეთ. კარგი. აუ, კაი იყო. ხაუ თამაში ასწავლე. ჯაპანაზე გამეცი. ვაა, კაროჩი გაასწორო. მეგობრებო, ეს იყო ბუნკერი. აი, ეს რომ უნდა მოდი გავუსწოროთ ესე. რა უნდა და? ლუკას. ისიც ახალი თამაში წამოვიდა. სულად ვისროლებ. მე ჩავაგდე, მე შვენივრად ის. მე-14 ეპიზოდი. 14-ზე ვარ? კი, რომელსაც საკმაოდ მგონი მხიარულად ჩაიარა. მე ძალიან ბევრი ვიცი. ტრადიციულად ვიმყოფებოდით მე არ მახსოვს კარგად. და ამ ტრადიციას აწინ დავარღვევთ. დღეს იყო ჯერჯერობით ბოლო ეპიზოდი სტუდიო 314-დან. ამ ადამიანებს გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ თანადგომისთვის. ეს იყო პირველი კომპანია, რომელიც ეკა, მადლობა. ბუნკერს გვერდით დაუდგა და რამდენადაც შეეძლო იმდენად შესთავაზა თანადგომა და განახორციელა კიდეც. ასე რომ მადლობას ვუხდით სტუდიო 314-ს და მართლა გულწრფელად თუ გინდათ რომ ძალიან განსხვავებულ და ძალიან საინტერესო და გემრიელი დასაწყისის მომზადება ისწავლოთ, გაუკავშირდით სტუდიო 314-ს, ჩაეწერეთ მათ მასტერ-კლასებზე და მოგბრძანით ელექტროვერკის ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს სტუდიო 314. სად გადაბარგდება ბუნკერი ამას ჯერჯერობით არ ვიტყვით? ინტრიგა. არ გავაჟღერებთ, მაგრამ ხო, მაქსიმუმ 2-3 ეპიზოდში თქვენ თვითონ ნახავთ რა, ხო? კი. ახლობით ეგრე. ნელ-ნელა მართლა ვითარდება ბუნკერი და პირველ რიგში თქვენი დამსახურება არის ეგ. კი ბატონო. ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევთ და მინდა რითიც დავიწყე იმით მოვრჩეთ ეს ეპიზოდი, რომ მართლა ის ერთი კლიკი ჩვენთვის პროსტა იმას ნიშნავს. კი ბატონო. ლაიქი, კომენტარიც და ვერაფერს ვერ ნახულობს, მაგრამ მე და რიფრეში წამში ერთხელ. ჩემთვის თავარია ეს ადამიანები იყვნენ გახარებული. აი ესეთი. აი ეს აუ შეგენაცვალე. აი მე აი. ასე რომ გამოიწერეთ. შინგარი ჩაწვა რა. ბუნკერი თუ გინდათ რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეთ და ბევრად საინტერესო პროდუქტად გადაიქცევათ თქვენ კომენტარებსაც მე დიდი გულის ყურით ვკითხულობ ხოლმე იქვე მავიწყდება. ვაგროვებთ რაღაცეებს და მე კომენტარებსაც რაც შეეხება ჩვენ პირობას ძალაშია, კიდევ ერთხელ შეგახსენებ 100,000 გამომწერზე მივიღებთ უახლოეს არჩევნებში მონაწილეობას. ეგეც ნომერი 42. მოღოთ მე შემდეგ ეპიზოდში მოვიფიქროთ ის რა დაპირება. კაი, ბაზარი. დაპირებები. ხო, და რამოდენიმე დაპირებები. ხო, რა. ეხლა 4 წელი წინ გვაქვს რა და ეხლა რუბრიკა დაპირებები. რუნა კრიფოთ რა, ეხლა დაპირებები და რუბრიკა დაპირებები. და მაგარი ხალე დაპირებები. ხო, ბაზარი. გამკეთებელი რო არ ხარ. ხო, კაი დაპირებებიც მოვიფიქროთ და ცუდი დაპირებებიც მოვიფიქროთ. ეს იყო ბუნკერი. ანუ ჩვენი თავარი მუღამი იქნება რომ გულწრფელი პარტია ვიქნებით. გულწრფელი დაპირებები. ხო. კი ბატონო. ეს იყო ბუნკერი. დროებით.